მოგესალმებით მომავალი წივის ეთერშია ყველაზე შემოქმედებითი გადაცემა თაობა მეტი სოფო შენგელია. არ გადაემეთ თვალი ძალიან მალე უკვე წეთქვენს ტელევიზორებში. გვიყურეთ და ერთად შევქმნათ ახალგაზრდა თაობას მეტი мотиваცია შემოქმედებისთვის. დღეს კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი, მოდი მე ვიწყო მხოლოდ სახელსაკვარს არჩილ საფარიძე და არჩილი თვითონ გაგვაცნობს თავის თავს. პირველ რიგში არჩილ გამარჯობა და დიდი მადლობა რომ გასტუმრე. გამარჯობა. მე ვარ არჩილ საფარიძე და მე ვცდილობ დავფიქრებ ფილმს. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ და მქონია ამ პასუხი ამ კითხვას. მხოლოდ ფილმებს ხომ არ იღებ? ნუ გარდა ამისა, ვარ სტუდენტი, ვსწავლობ მენეჯმენტს და ვარ სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელის კოორდინატორის მოადგილე. სადაც ვამუშავებ ჩემს უნარჩვევებს მენეჯმენტში, რაც გადასაღებ მოედანზე საკმაოდ ნაყოფიერია და საკმაოდ გამომადგება და ახლავს ვიზენებს კარგად. მოდი სანამ ჩვენ თავარ თემაზე შენს ფილმებზე გადავალთ, აღნიშნე რომ თვითმმართველობის წევრი ხარ. მომიყევი რა საქმიანობ თვითმმართველობაში, რა განხრით მუშაობ? ჩვენ იქ ვაკეთებთ სრული თავისუფლება გვაქვს კრეატივის, ვაკეთებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, ვაკეთებთ კონცერტებს, გამოფენებს და ასე შემდეგ კონკურსებს, ასევე ინტელექტუალურ შეჯიბრებს კულტურაში და ასე შემდეგ, რაც საკმაოდ ნორმალურად გამოგვიჭდა და ნელ-ნელა ჩვენ ვსწავლობთ ამ ასეთი რაღაცების ორგანიზებას, რაც მომავალში ნაკლებ გამოგვაქვს. ანუ მე როგორც მოვთი ხელოვნების დარგში აკეთებ ამ ყველაფერს კონცერტებს და ღონისძიებებს. დიახ, რა თქმა უნდა, კულტურის დეპარტამენტია ხელოვნება პირველ რიგში და ყველაფერი აქეთ ამოვაკეთებთ კულტურისთვის, განვითარებისთვის და ადამიანების ჩამოყალიბებისთვის, ვინც სწავლობს ჩვენს უნივერსიტეტში. კარგი არჩილ, იცი რა მითხარი, ამ თვითმმართველობის გარდა და ფილმების გარდა ხელოვნებასთან კიდევ გააქვს რამე სხვაგვარი შეხება, თუ მხოლოდ ფილმებით ხარ დაინტერესებული? მე ყველა ადამიანს თავისი სპეციალიზაცია აქვს ხელოვნებაში, ვინც შემოქმედია რაღაც მხრივ. ჩემი სპეციალიზაცია ალბათ ესაა, რომ მოვიფიქრო ფილმები და შევეცადო მათი შექმნა. ხელოვნების სხვა სფეროები არ გაინტერესებს როგორც მოყვარულს? როგორც მოყვარულს მაინტერესებს მუსიკას უსმენ, მაგრამ ისეთ გამოწვეულია ისევ ფილმების სიყვარულით, რადგან კლასიკურ მუსიკას უსმენ, მოცარტი, რიჩარდ და ეს მათგება ფილმებში ძალიან, რადგან ვიყენება კლასიკურ ნაწარმოებებს ვიყენებ ფილმებში და უფრო ინტელექტუალური ჩანს ფილმი. და ესაა ჩემი დაინტერესება. სხვა მხრივ სხვა კულტურული სფერო არც ხატვა გამოდის, არც სიმღერა, არც ცეკვა, სხვა და არც სხვა დანარჩენი. ანუ არ გამოგდის ერთი, მაგრამ არ მოგწონს, მაგალითად არ უსმენ პოეზიას ან არ კითხულობ, ხაზრობა არ გაინტერესებს? კითხვა ხაზრობა და კითხვის არ უყვარს, კითხვა ძალიან მიყვარს, კითხულობა ახლა მოგსაწყობილი მაგალითად ორველის 1995 კითხულობ, მაგრამ როგორც ასეთი პოეზია ძალიან არ მიზიდავს, პოეზია არც ბავშვობაში, არც შემდეგ არასდროს ძალიან არ მიზიდავს. მე თვითონ წერდი ერთი პერიოდი ლექსებს, მაგრამ ბავშვობაში წერდი, ასე ვთქვათ, 100 ლექსი კი მოხდა ახლავებით დაწერილი, მაგრამ სერიოზული არაფერი რა. შეგიძლია ერთი მაინც რა წაგვეკითხო? იმიტომ რომ ძალიან ადრეულ ბავშვობაში ადაპტირებული და ახლა მხოლოდ მოგონებებში და იუმორისტულ გადახვევებში ვიყენებ ხოლმე, როდესაც ვიხსენებ ჩემთვის. სხვა არ ვახსენებ. მე განსაკუთრებით არ დამწყობ ესეთი კატეგორიული. კარგი, გადავიდეთ ახლა შენს ფილმებზე. პირველად როდის გაგიჩნდა ეს იდეა და სურვილი, რომ გადაგევალ შენი საკუთარი ფილმი? პირველად ის სურვილი, რომ მე გადამოიღო საკუთარი ფილმი, გამიჩნდა მაშინ, როდესაც აღმოაჩინე პირველი სამონტაჟო პროგრამა. ეს იყო დაახლოებით
14 წლის ვიქნებოდი, მანამდე უბრალოდ ის ჰქონდა გაკეთებული რა უბრალოდ თამაშობდი, ასე ვთქვათ, ჩემი თამაში ჰქონდა უკვე ჩემი ისეთი, რომ გავდით ბავშვებთან მივინებდი რაღაცებს, ხაბრები გამიდიეთ, გავხდებოდი და სულ ყველა როდესაც იწახდა ვთქვათ, ერთი რო იძახდა მოდი ჯოკერი ვითამაშოთ, ერთი რო მოდი ფეხბურთზე, მოდი რეჟისორი მომავეთანაც და ვანთქმევინების ხაბრი. ანუ იქ მოყვა და მე უკვე აღმოაჩინე სამონტაჟო პროგრამა და მივხვდი, მანამდე იქ ტელეფონით ვიკებდით რაღაცებს და პაუზას დავაწყებოდით, რა კურსს შევცვლიდით და შემდეგ უკვე აღმოაჩინე ესეთი პროგრამა Movie-Maker-ი, რომელიც არის ყველაზე ბანალური და ცუდი პროგრამა სამონტაჟოდ და აღმოაჩინე და მივხვდი, რომ შეიძლება იქ დაჭრა შეცვლა რაღაცა მთელი ამბები და დავიწყე ამის დახეყოვნება, ასე ვთქვათ და კომპიუტერი არც ისე კარგი მქონდა დასაწყისში, მაგრამ ის ყოფნიდა იმაზე, რაღაცა სკოლაში უღებდი მეგობრებს როგორ უკრავდნენ გიტარაზე და რაღაცა და მე უკვე ნენერა გამოვიწავდი, ასე ვთქვათ, გამოვიწავდი ხმალთან ნათქვამია, მაგრამ უკვე შედარებით სერიოზულად დავინტერესდი ამ საქმით და დავიწყე უკვე ფიქრი სხვა რამეზე, დავიწყე ფიქრი კინოზე. უკვე არ იყო ჩემი გადაღებულები, უკვე აღარ მინდოდა რომ დამსხავსებოდა ჩვეულებრივ ვიდეოებს და დავიწყე უკვე მხატვრულ ჟანრში ფიქრი და აზროვნება. შეგვიძლია გაიხსენო პირველი იდეა შენი, რომელიც უკვე სერიოზული იყო, სერიოზულად ჩამოყალიბებული, რომელი იდეა გქონდა? როგორც ასეთი სერიოზულად რაზეც ვიფიქრე პირველად, იყო როგორ გითხრა, არ გადამიღია ეს ფილმი. მაგრამ იყო ფესტივალი იყო მოსწავლეთათვის მე-11 კლასში ვიყავი დაახლოებით და იყო კომედია, იყო კომედიის ჟანრის საინტერესო არ ყოფილა, მაგრამ მაგ ფილმს იმიტომ გამახსენდა პირველი, რომ მაგ ფილმმა ასე ვთქვათ გამოიწვია მთელი ჩემი ასე ვთქვათ გადართვა ამ სფეროში და ვიხსნი რატომაც ესე იგი გადავწერე სცენარი ჩვეულებრივად, ნამდვილად, მაგრამ ვერ გადავიღე ჩვეულებრივად ბევრი მიზეზის გამო, ვინც ჩაგებული ამ საქმეში გაიგეთ და ამათა მთელი ამბავი და უბრალოდ მე მინდოდა რა, ჩემიც გამომიჩნდა საშუალება, ასე ვთქვათ, ფოტოაპარატი მათხოვა მეგობარმა და ვაჩვენე ერთ რეჟისორს ბათუმში, ბათუმში ვარ მე. ხოდა ერთ რეჟისორს ვაჩვენე ბათუმში ჩემი სცენარი. და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიხსნიდა თუ რატომ იყო სცენარი ცუდი. მაგრამ ეს არის უბრალოდ ახლა ჩემთვის ცოტა რთული იყო მაშინ, ახლა რაღაც მხრივ ახლა რთულია, მაგრამ მაშინაც ხვდებოდი რომ ეს მე ცუდად კი არ უნდა მიმიღო, ეს მე უნდა გამომეყენებინა ჩემს სასარგებლოდ. უსმენდი, მე ვცდილობდი თავი გამომართლებინა, მაგრამ როდესაც დამთავრდა ეს ასე ვთქვათ საუბარი ამ ადამიანთან, საკმაოდ ძლიერი ისტორია, საკმაოდ კარგიც და როდესაც დასრულდა საუბარი, ჩემთან მოვიდა ორი ადამიანი. ეს ორი ადამიანი, ეს არის დათო ბენდელიანი და დათო ნაგაშიძე, რომელსაც ვიცნობდი მაშინ და ასეთი რამე მითხრეს, რომ ესე იგი, შენ გინდა ფილმის გადაღებაო, მაგრამ რაღაცა შეიძლება გეგონოს ან გითხრა, რომ არ გამოგივიდესო. მაგრამ შენ უნდა ეცადო მაინც გადაღებას მანავს, რომ არ გამოგივაო. ეს მითხრეს და ამის შემდეგ უკვე მივხვდი, რომ რაც არ უნდა ცუდი გამოსულა და არ უნდა დამნებებულიყავი და იმის შემდეგ კიდე 1-2 ფილმი გადავიდე, მაგრამ ცუდიც გამოსულა, მაგრამ თავარია არ მოქმედია ჩემზე და გავაგრძელე. მიუხედავად იმისა, რომ არც არასდროს მქონია გადაღების აპარატურა, არც კომპიუტერი მქონდა შესაძლებელი, რომ დამემონტაჟებინა შემდეგ მსახიობებს ვიცნობდი კარგს, რომ ეთამაშათ კარგად მაინც, ვცდილობდი და მინიმალური, უმინიმალური საშუალებებით ვიღებდი და ნე ახალ მასე ვარ ნათხოვი ფოტოაპარატით ვიღებ ამ ფილმს, იქიდან მოვიდა გუშინ დავასრულეთ და ხვალ ერთი სცენა დაგჭამ მხოლოდ, მაგრამ ნელა მაინც ეთყობა უკვე ფილმებსაც რომ უყურებ
უკვე თვითონ იდეის ფორმირება, სცენარისტების სტილი, უკვე ნელ-ნელა ემსგავსება მხატვრს. მიხვეწება ეს. კი, და უკვე ნელ-ნელა თითოეული ასე ვთქვათ, ჩემი ნათქვამი, ასე ვეძახი ფილმებს, უკვე რაღაცა აზრის მატარებელი ხდება და ყველას თავისი სათქმელი აქვს. არჩევ, შენ მართლა ძალიან კარგი ძლიერი პიროვნება ყოფილ ხარ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არ განებდი წინააღმდეგობებს არ შეგუე, გააგრძელებ ბრძოლა და აგრძელებ შენი საკუთარი თავის შემოქმედების დახვეწას. მე მინდა რა თქმა უნდა დიდი წარმატებები გისურვო. შენ როგორც თქვი, შენს ფილმებს ეძახი შენს ნათქვამს, ხო? თუ სათქმელს. კი, მაგრამ ნათქვამს. ვის თქმას ცდილობ ხოლმე ამ ფილმებში? ეს არის როგორი ზოგადად დავიწყებ. ზოგადად ყველა ფილმი არის თვითონ მისი რეჟისორის და მისი ავტორის შვილი. ის რაც უნდა რომ როგორც ზრდის ადამიანს საკუთარ შვილს, ისე ზრდის თითოეული ავტორი თავის ფილმს. და იმ ფილმს როგორც შვილი ოჯახის სარკეაო. ფილმი ავტორის სახეაო. ეს არის და მე ვცდილობ აქ ჩემი სათქმელების ვნახო, იმიტომ რომ ზოგადად არ მიყვარს ვთქვათ კამათებში შესვლა თუნდაც აქტუალურ თემებზე, არც ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. მე მიყვარს ლაპარაკი იმაზე, რაც მიყვარს, მაგრამ კამათი უკვე არ მიყვარს, რადგან ეს კონფლიქტს იწვევს და რაღაცას, მაგრამ სამაგიეროდ შემიძლია ფილმში ვთქვა და დავმალო ის, რასაც მე ვფიქრობ და რასაც ჩემი აზრი გამაჩნია. და როგორც ასეთი, ასე არ ვიღებ, რომ ვთქვათ, ის იყოს, რომ ამ თემაზე გადავიღო, ვთქვათ. ეს უკვე ჩემი სტილიდან გადადის, უკვე სხვანაირი სტილი მაქვს, მე არ ვიღებ თემაზე, არ ვიღებ სიყვარული. არის სულ 35 ჟორჟ პოლტი, თვალთვალზე ჟორჟ პოლტი იყო ასეთი ადამიანი, რომელსაც დაწერა 35 სიუჟეტი, რომლის განვითარებაც შეიძლება რაც არ უნდა წერო, რაც არ უნდა ძლიერი რეჟისორი იყო, რაც არ უნდა ფელინი იყო, 35 თემაზე გარეთ ვერ დაწერს. მაგრამ ეს არის 35 ამოუწურავი თემა. მე ვიღებ პერსონაჟზე, ადამიანებზე, რომელიც ამოუწურავია პერსონაჟი, რომელიც არის თავის მხრივ განსხვავებული და საინტერესო და ასეთი პერსონაჟი 7 მილიარდი დააბიჯებს დედამიწაზე. ამიტომ ეხლა რა ფილმსაც უნდა, შემდეგ ვიღებ ამ ფილმებს, პერსონაჟებზე, საინტერესო პერსონაჟებზე და ამ პერსონაჟებზე მოთხრობილი ისტორიის დროს უკვე შემიძლია ჩავაქსოვო და შევაპარო ის პატარა თემები, რაზეც ვთქვათ შემიძლია ვიმსჯელო, თუნდაც იმ პერსონაჟის სახელი. ამით ამ სისტემით ასე ვთქვათ, იმას გამოვრიცხავ, რომ უფრო სუბიექტურობას არ ვაჩვენებ და ცოტათი მაინც ობიექტურობას შევაპარებ ფილმს, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება. ხო. ანუ რაღაც ისეთი თავისუფლება დამრჩა, რომ შენ რახან კონფლიქტებში არ ერთვები, პროტესტები გიგროვდება და ფილმში რაღაც დონით ცდილობ ამ პროტესტების გაჟღერებას. კი ბატონო. რა საპროტესტებ, რისი პროტესტია? მე მაქვს უამრავი რაღაცის პროტესტი, მე მაქვს თუნდაც იმით დავიწყე საუბარი. ჩემთვის პროტესტია ის, რომ ადამიანები კინოს, ქართულ კინოს არ უხმარენ მკვდრად. არ არის ქართული კინომკვდარი და ნელ-ნელა ძალიან დაბალ დონეზე შეიძლება იყოს, მაგრამ არა ექნება მოგვწეს, არ მოგვწება არასდროს და ნელ-ნელა მართლაც კარგ ფილმებს იღებენ უკვე ქართველები და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ქონდეს აპარატურა, შეიძლება არ დაგაფინანსონ, შენ მაინც შეგიძლია. მე მინახავს უამრავ ადამიანს ვიცნობ, ვის უბრალოდ ზის სახლში და არაფერს არ ცდილობს. აი ძახის რომ მაქვს იდეებიო, მაგრამ დაფინანსებას ველოდება. ერთი მეგობარიც იყო ჩემს ფილმს მითხრა, არ დაიგო, სანამ ჯერ შენ ჩამოვყალიბებ ხარ, მაგრამ არა ეგრე ჩემი აზრით, ის ზუსტად დაახლოებით ესეთი ადამიანები ამბობენ უკვე, რომ მე არ ჩამოვიდეს საქართველოში და ესეთი რამეა. ესეთი ადამიანები არიან ვიცნობ კიდეც ადამიანები, ვინც არ იღებს ფილმს, მაგრამ მზადაა თქვა პატარა სესხი აიღოს და ტოტალიზატორში დახარჯოს. ან რამე ესეთი 300 ლარი თქვა გამოიტანოს და იქ დაახარჯოს იმ ტოტალიზატორს. არა და ფილმის გადასაღებად თუ ცოტა ბევრში მუშაობ და იგდე ნორმალური ფილმისთვის შეიძლება 300 ლარი არც დაგჭირდეს.
იცით 300 ლარი დაგჭირდა თუ თქვათ იქირავე აპარატურა და უკვე ხარისხიან იმას ფილმს დადებდა. მე მინახავს კიდეც ადამიანები, ვინც თუნდაც პატარა 200 ლარიანი ფოტოაპარატი, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში შოვება, მით უმეტეს იმაში ვისაც უნდა რომ რაღაცა გადაიღოს, ისეთით დაუწყია გადაღება და ნენა იმდენად დაიხვეწა, რომ ახლა ძალიან მაგარი იმითირებს აპარატურით და უკვე დაფინანსებადაც აღარ აქვს პრობლემა. მეტიც იქ მონეტიზაციები არის სხვადასხვა საიტზე, ვიდეო ჰოსტინგებზე, ეგრეთ წოდებული, სადაც ნახულობენ ადამიანები ვიდეოებს და შეუძლია იქ თქვას ნახა 10,000 ადამიანმა და უკვე ის 10,000 ნახვა შემოსავალს აძლევს მას, რითაც შეუძლია შემდეგი ფილმი გადაიღოს. და სამწუხაროა ჩემთვის, რომ ადამიანები ვერ ხედავენ ამას. და ამბობენ, რომ მკვდარია ქართული კინო, არა და არ არის მკვდარი ნამდვილად. უბრალოდ ჭირდება სულ ცოტა მეტი ყურადღება იმ მხრივ, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს. 4 მილიონია თუ არ ვცდები დაახლოებით დაფინანსება კინოცენტრის და აი, რა ვიცი, ალბათ 10 მილიონი მაინც რო იყოს, გავფრინდებით. მე მიხარია, რომ საქართველოში არიან ისეთი ახალგაზრდები, როგორც ხარშიან, რომლებიც იბრძვიან, რომ ქართული კინო მართლაც არ მოკვდეს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავისი შესაძლებლობებით გადაიღონ ფილმები. შენ შევიხე ძალიან პრობლემურ საკითხს, რაც არის ფინანსები სახელმწიფოს მხრიდან, კერძო საშუალებებით. შენ თუ გაქვს ამ მხრივ რაიმე კომფორტი ან დაფინანსება? არა, მე დაფინანსება მე იმიტომ ვიღებ ხა თუნდაც ჩემი ხარჯებით, აი რომ მე უკვე ნელ-ნელა ხარისხიანი გახდეს ჩემი კინო. და შენ უკვე როდესაც ხარისხიანი კინოს წარმოებელი შეგიძლია იყო, უკვე შენ შეგიძლია მოახერხო და მოიპოვო თუნდაც დაფინანსება. როდესაც აჩვენებ რაღაცას, რომ ხარისხიანი კინოს აკეთებ. აი ამას ჭირდება მუშაობა, ახლა ვიღებ ფილმს, ხო, მაგალითად მე ვიღებ ფილმს. ერთი კვირის თქვათ მარაგი ფული რაც მქონდა, მთლიანად დავხარჯი განათებებში. ერთი კვირა დავდიოდი მშიერი. მაგრამ მაინც ღირდა ამათ. იმიტომ რომ მე სულ მალე დავდებ უკვე ფილმს დავდებ. ჩემი მექნება პირად, რომელიც ერთი კვირა შიმშილს ხმდა, ერთი კვირა შიმშილდა. თუ ყოველ იმაზე თქვათ ვიშიმშილებ ყველა ფილმის გადაღებაზე და 4-5 ფილმის მერე იმდენი ისეთი ცოდნა დამიგროვდება, რომ მე უკვე დამაფინანსო, უკვე არ მაქვს პრობლემა არც იმ დაგდებულ კილოგრამებზე და არც არაფერს. ანუ შენ გიხარ შენ საკუთარი კომფორტი კარგ ფილმებად, ისე რომ ვთქვათ. გადაღებულ ფილმებზე მომიყევ რამდენი ფილმი გაქვს გადაღებული და რა თემატიკაზე? თემატიკა გასაგებია ცოტა განსხვავებული. თემატიკა ხო, თემებზე მას ვისაუბრებ, რომ შეყარებული მაქვს, მაგრამ პირველი ფილმი რაც გადავიღე იყო უხმო, მოქმედება თავიდან ბოლომდე დაახლოებით 15 წუთიანი, სამწუხაროდ დამონტაჟება გააკლია და ამიტომ ვერ ვავრცელებ ერთად და არის გოგონაზე, რომელიც ცხოვრობს ჩავთეთრ საზოგადოებაში. და მისი ცხოვრება ასახული ყოველდღიური, რა კონფლიქტ შეიძლება შეხვდეს. ეს იყო ჩემი პირველი ფილმი, მაგრამ ბევრი დეტალია ამ ფილმში, რომელიც მაყურებელს დაინტერესებს. და მეორე ფილმი ახლა რასაც ვიღებ, ერთი კვირა და ის ერთი კვირა რასაც ვიშიმშილე, ეს იყო მოკლედ ფილმია, პერსონაჟია ძალიან საინტერესო, იმითაა ეს პერსონაჟი საინტერესო, რომ სრულიად უინტერესოა. ანუ ეს არის ადამიანი, რომლის პროფესიაც არის ფაქტების ცოდნა. ზოგადი ფაქტების, თქვათ ლომი რომ ორწნავი ვერ ღრიალებს. ეს არის ზოგადი ფაქტი. მისი პროფესია არის ამის ცოდნა. ყველაზე მოსაწყენი საქმე შეიძლება მთელ მსოფლიოში, მაგრამ სწორედ ამით არის ის საინტერესო, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი საქმეა. და ეს ადამიანი ცხოვრობს ამით. ცხოვრობს ყოველ დღე, მაგრამ ხდება იქ დაბრკოლებას, საკმაოდ საინტერესო, მარტო სული რჩება რაღაცა და ამ მთელი ფილმის განმავლობაში ამ ადამიანის პერსონაჟის ფორმირება ხდება და საბოლოოდ ძალიან ერთ პატარა მონოლოგში გამოაქვს დასკვნა,
თუ რა არის სწორედ მისთვის მნიშვნელოვანი და სწორედ ეს დასკვნის ჩაწერა გადავრჩა და უკვე მაყურებელიც ნახავს მთელ ფილმს. ესა თვითონ ფილმის ისტორია, მაგრამ როგორც ასეთი თემა ამ ფილმს არ აქვს ესეთი ცნობილი და აქტუალური, უბრალოდ არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოულოდნელი დასასრულით. ამას ვიტყვი. დანარჩენი რო თქვა უკვე სპოილერი იქნება, ამიტომ გავჩერდები. არჩილ, შენ ახალგაზრდა ბიჭი ხარ, სწავლობ თვითმმართველობაში ხარ, ფილმებს იღებ, ეს ყველაფერი არ გწვი თავს ედმეტად? ხო. რამდენად არწმებ თავს ამდენ საქმეს ერთად? შეამჩნევდა ობიექტივი, რომ მოძინებული ვარ ცოტა. დაახლოებით 2 კვირა მძინავს თან ცოტა. მაგრამ ის როგორც აღამთქვი განათებაზე ქირს, იმიტომ რომ თუნდაც ის მომენტი რომ მე შევდივარ გამოცდაზე და ფიქრობ ფილმზე, ქირს იმად რომ მე იმ ფილმში უკვე შეცდომას აღარ დავუშვებ და უკვე გამოცდილებას მაძლევს თუნდაც ის ოცნება და ფიქრი. მაგრამ მე გარი რომ თქვა შეიძლება წავიქცეთ იქ სახში მივედი და დავიდოდი თავეხეთქი. მაგრამ ისა რომ ღირს რა მართლა ღირს სიამოვნება მაგარი, რომ ჯობია ჩემთვის მაგალითად ქონია ხა სულ ხოლმე გადავიდეთ, მაგრამ როდესაც არ ვიღებ არაფერს, ისეთ საშინელ მდგომარეობაში ვარ, რომ ჯობია არ ვიძინო და გადავიღო, ვიდრე ვიძინო და არ გადავიღო. ისიც ღირს, როდესაც გამოცდაზე ხარ და ფიქრობ ფილმზე და გამოცდაზე უშვებ შეცდომებს ფილმში, არა მაგრამ გამოცდაზე დაუშვებ სავარაუდოდ. კი, ეგეც არის, მაგრამ სამაგიეროდ გამოცდისთვისაც დახულობ დროს, იმიტომ რომ ვაანალიზებ იმას, რომ გამოცდაც უნიშნელოვანესია იმისათვის, რომ მე ეს ფილმი დავაკეთო, რომ ჩემს პროფესიულ თემა 2 წელი უკვე შევძლებ, რომ ისიც მოვახერხო და ის როგორ ამიეცი, ერთი სერიალში იყო ასეთში, რომ მე სჭირდება მუდმივად როგორც ხმალს გალესო, თორე დაბლაკვდება. და ამას დავაკავშირებ გაი რიჩის ცნობილი ფილმის შესავალს, ეს არის რევოლვერი, იწება ამით. თუ გინდა ჭადრაგის საფუძვლები წესი პირველი. თუ გინდა გახდე ჭკვიანი, ეთამაშე შენზე ჭკვიანს. ამ შემთხვევაში პრინც რაც უფრო მეტად დატვირთავ, მით უფრო ჭკვიანი გახდები. მით უფრო შეიჩვევა ის ამ დატვირთულობას და მე უფრო და უფრო მაღალი მიზნებისკენ წავალ და უფრო მეტ რაღაცას ჩაიტარს. ხო. კიდეც რა მეინტერესებს არჩილ, შენ პროფესია, სადაც სწავლობ, არის სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც მოგწონს? არა, შორის ვერ დამეთანხმები მაგაში, იმიტომ რომ მე ვსწავლობ მენეჯმენტს. რეჟისურა არის იგივე მენეჯმენტი, ოღონდ ხელოვნებაში. როგორც მენეჯმენტში ვისწავლეთ, ახლა შენ ეკონომისტი ხარ, როგორც მენეჯმენტში ვისწავლეთ time management-ი, ვისწავლეთ ადამიანებთან დამოკიდებულება, HR-ი ვისწავლეთ, ჩვენ ვისწავლეთ როგორ უნდა ველაპარაკოთ თუნდაც იმას სპონსორს, როგორ უნდა მართოთ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. ზუსტად იგივეა რეჟისურაც, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ იგივეს ვაკეთებენ რეჟისორები, ზოგან ხელოვნებაში. მაგრამ ისინიც მართავენ დროს, ნიშნავენ, როდის რა გადაიღონ, ვისთან როგორი ურთიერთობა გქონდეთ. გარდა ამისა, ეს მენეჯმენტი, რასაც ვსწავლობ, იმაშიც კარგია, რომ უკვე მეცოდინება როგორ უნდა გავწერო გეგმა, როგორც ახლა ბიზნესები ვსწავლობ, ბიზნეს გეგმის დაწერა, ესეთი იქნება, არა და იქნება და უკვე მეცოდინება, რომ იქ თქვა ამისთვის ამდენი ჭირდება და როგორც იქა, ისეა იქაც რა. ამიტომ დაახლოებით გვანან ერთმანეთთან. გარდა ამისა, ბიზნესში ჩვენ ვსწავლობთ ზოგადად ბევრ რამეს, კონკრეტულად ბიზნეს ადამიანი ვერ ისწავლებს, მათემატიკა არ არის, ხო? 2+2=2. ვსწავლობთ ზოგადად ადამიანების განათლებებს და ეს ზოგადი განათლება, რომელსაც იქ ვიღებთ, უკვე იდეალურია რეჟისურისთვის, იმიტომ რომ სწორედ ზოგადი განათლება, რომელიც ფილმს უფრო ინტელექტუალურს აჩვენებს. და უკვე რაღაცა სწავლობ, რაღაცა ახალს იგებ ფილმიდან ყოველი ყურებისას. და ვინც თუ უყურებთ ოდესმე ჩემს ფილმებს, ძალიან ვთხოვთ, თუ დრო გექნებათ, ერთხელ ყურებით არ დაჭერდეთ
ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ უყურებს, იმიტომ რომ ამ ფილმზე გარდა ჩემს გარდა მუშაობდა ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანი, ნუ მე არ ვძახი რომ მე ვარ ჭკვიანი, მაგრამ ვინც მუშაობდა ჩემთან და ისინი არიან ძალიან ჭკვიანები და იმდენ რაღაცას გაიგებთ ახალს, რომ შეიძლება გავუსწრებთ, შეიძლება ახლა ვერ გაიგო და გაიგო თქვა 5 წლის მერე, რომ რაღაცა თურმე იმ ფილმში მქონია გაკეთებული, ისეთი რომ 5 წლის მერე უკვე სხვა ფილმში გამოჩნდა. და ესაა მთელი არსი რა, სიგიჟე ამ ფილმების, რომ შეიძლება რაღაცა ისეთი ჩადო, რომ ადამიანმა უკვე რამდენიმე წლის მერე ისწავლოს რაღაცა. და ამით უკვე ესაა ჩემი ნარკოტიკი, რითაც ბედნიერი ვარ. არის ახლა დამაინტერესა ერთმა საკითხმა, შენ როგორც აღნიშნე და რა თქმა უნდა თავიდან გასაგები იყო, მარტო არ მუშაობ შენს ფილმებზე. მე მაინტერესებს, ყავს ერთი მუდმივი შემოქმედებითი ჯგუფი, თუ ეს პერიოდულად იცვლება? ანუ პერიოდულად ანუ ჯგუფი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი რამეა, რომ მუდმივი წევრები არიან და არა მუდმივი წევრები. მუდმივი წევრები არიან ჩემი ოპერატორი, ლაშა ჯობინაძე, რომელიც არის ძალიან მაგარი ოპერატორი, იმიტომ რომ დაახლოებით ვამთხვევთ რა ხედავს მე როდესაც ფილმს წერ, წარმოვიდგენ იქ კადრებს როგორ მიდის ერთმანეთს, ნუ გონებაში უყურებ ამ ფილმს და ესე იგი როდესაც მე ამ ადამიანს უყურები ჩემს ფილმს, ისიც დაახლოებით ისე წარმოვიდგენს ფილმს როგორც მე. ამიტომ კარგად ვარ შეთამაშებულები და ძალიან კარგია ვისაც ვეცდობ მე ყველაზე მეტად. ჩემი ოპერატორი, პროდიუსერი მყავს, რომელიც მოლაპარაკების გენიოსია, მერაბ დარიაზაშვილი, რომელიც ასე ვთქვათ, აკეთებს ყველაფერს, ანუ შეუძლია დაელაპარაკოს ადამიანებს და ვთქვათ, მაგალითად, თუნდაც ერთი სცენა, ბარის სცენა გვაქვს, სადაც ის დაელაპარაკა და ქვიშვებენ უფასოდ და ჩვენ შეგვიძლია გადავიღოთ ამაზე ჩვენურად და უბრალოდ ესენი არიან ჩემი მუდმივი წევრები, ყავს არამუდმივი წევრები, ვთქვათ, მსახიობები, რომლებსაც ვთქვათ, მსახიობებს მე მიჩვენია ყოველთვის, რომ ვიმუშაო ერთ მსახიობთან, თავარ ხვინა, ვთქვათ, ერთი მსახიობი, მაგრამ მეორე ფილმში უკვე ის თავარი გმირი ვეღარ იქნება. იმიტომ რომ აღარ როგორ ვთქვა, უფრო მეტთან მინდა მქონდეს თანამშრომლობა და თან თვითონ ჩემი ფილმები ისეა გაკეთებული, რომ საქართველოში არ ხდება ზოგადად. ანუ ის, რასაც თქვენ ნახავთ, საქართველო არა. ნუ ეს ერთი მხრივ ცოტა ისეთია უცნაური, მაგრამ ამავდროულად ის არის, რომ მასებს მოქმედების თავისუფლებას. ის, რაც ხდება ფილმში, შეიძლება დაუშვებელი ყოფილიყო ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ ისეთი რამეა, რომ თქვათ, ეს ერთი ფილმი გადავიღე ფაქტების ცოდნელ ადამიანზე, რომელიც მუშაობს გაზეთში. შემდეგ შეიძლება იგივე გაზეთისთვის მეორე ფილმში სულ სხვა ადამიანი მუშაობს, სულ სხვა პერსონაჟი. და შემთხვევით შეხვდეს ამ პერსონაჟს, რომელიც წინა ფილმიდანაა. და ეს არის, ასე ვთქვათ, სისტემა იქნება ნაკრები, უამრავი პატარა ისტორიისა, რომელიც ხდება ერთ ადგილზე, შეიძლება ერთი და იგივე მომენტში, მაგრამ მრავალი ისტორია რა და არ დაიდება ესეთი ისტორიები ნამდვილად. ანუ შენი ფილმები ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო ბიჭია. ერთმანეთთან როგორც დასაწყისში აღნიშნე, თითოეული ფილმი არის თითოეული რეჟისორის და მისი ავტორის შვილი. და შვილები ერთმანეთთან ყოველთვის კავშირში არიან, რაღაცით გვანან ერთმანეთს. ესეც გვანან ერთმანეთს სტილია უკვე, რომელსაც ვცდილობ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი. რომ მე უკვე უფრო აღარ გამიჭირდეს შექმნა ახალის და ეს იქნება უკვე ერთ ადგილზე ხდება ერთ მაგიდაზე, რომელიც სხვადასხვა წერტილზე უკვე სხვადასხვა ფილმია და ყველა ერთმანეთთან რაღაცით დაკავშირებულია. ხო. მე მაინტერესებს ფესტივალებში თუ იღებ ხოლმე მონაწილეობას ამ ფესტივალებში. ფესტივალებში არის მომრავალი ფესტივალია, ვინც რაც უნდა გადაღება და ამბობს რომ არ შეუძლია იმათაც არის მომრავალი ფესტივალი. სადაც შეიძლება არ იყოს კარგი პრიზი და რაღაცა, მაგრამ ატარებენ, ეგ უკვე კარგია, უნივერსიტეტები ატარებენ, მაგალითად ახლა ატარებს ერთ-ერთი უნივერსიტეტი პოზიტივის ფესტივალს, სადაც ასე ვთქვათ, ვიდეოების კონკურსია და სადაც ეს უნდა გავიტანო და ძალიან საინტერესო შეიძლება პრიზი არ იყოს ისეთი როგორც ვთქვათ, რომელმაც შეიძლება ჩვენ შელიეს ორკვირიანი შრომა დააკმაყოფილოს, მაგრამ ამ თავარია რომ არის.
და ეს ამთავარი კიდე სხვადასხვა კონკურსები ცხადდება, სადაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს დაიტანოს, რომ ცადოს მაინც. რომ გაიტანოს და შეიძლება პრიზი იყოს თქვა 200 ლარი. მაგრამ ის 200 ლარი რაღაცას ნიშნავს, ხო? მე მაგალითად საერთოდ არაფერს 200 ლარი ჯობია. მე მაგალითად 200 ლარი მაწყობს, იმიტომ რომ თქვა კამერისთვის როდესაც ვაგროვებ ფულს, დავუმატებ იმ 200 ლარს, წინა 200 ლარს და ასე ნელა მივუყვები შარაკს. ანუ საქართველოში ფესტივალები გვაქვს. კი, სხვადასხვა უნივერსიტეტები ატარებენ პატარა ფესტივალები, ყოველთვის არის, ეგ არა ისე რომ ყველაფერი აკეთებ, არის. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ევროპაში უფრო ხარისხიანი და უფრო ძლიერი ფესტივალებია, მაგრამ საკმარისია რომ გადაიღოს ადამიანმა. იქაც კი ხელი მიუწვდება ნებისმიერ ადამიანს. მაშინაც რომ აიღო რაღაცა გადაიღო, შეიძლება იქ უბრალოდ ახლა შეიძლება იქ შემოწმებული კომისია არის, ხო? გააგზავნე უბრალოდ, გაიგებ კონტაქტებს, გაიგებ ინტერნეტ მაგისტრისა უკვე და ნახა უბრალოდ თუ გავიდა, უკვე შეიძლება გადიმართო მოლდავეთში გახვიდე, შეიძლება თქვა ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ესეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თუნდაც, იმიტომ რომ მაგათ იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ მაგ არის უკვე ესეთი ფესტივალები, სადაც ძალიან ახლა 4K-ში და პროფესიონალურ აპარატურაში გადაღებული ფილმები შეიძლება არ დაჭირდეთ და შეიძლება ჩვეულებრივ ხარისხში გადაღებულებიც მიიღონ და გააჟილო კიდეც და ეს უკვე მოტივაციაა და მოტივაცია უკვე შემდეგ ფილმს გადაგაგებინებ ყველას. მოტივაციაც არის ცოტა ამბიციაც. იცი რა მაინტერესებს კიდე ფესტივალები ტარდება, მაგრამ კეთდება თუ არა რამე რომ ეს ფესტივალები გახდეს უკეთესი შენი აზრით, ან რა შეიძლება გაკეთდეს? სხვადასხვა კეთდება. ნუ ძირითადად ფესტივალი ხმოვანათქვამია მოყვარულთასაც კეთდება, უბრალოდ ღონისძიებები, ვიდეოების და პატარა ფილმების და ეს არის ნელ-ნელა კი ბატონო, მე რაც სტუდენტი გავხდი, ვაკვირდები და ნელ-ნელა მართლაც იხვეწება პრიზებიც უფრო და უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ინტერესდება ხალხი ნელ-ნელა ამით, პატარა ფილმებით, იმიტომ რომ ეს ალბათ იმითაც გამოწვეული, რომ Facebook-ი შემოვიდა ჩვენთან და როდესაც იქნა ხოლო დიდი ფილმის ყურება, ზოგადად შეიძლება გეჩინოს 5-წუთიანი ფილმის ყურება. რომელიც უფრო მოგხილავს, ნახავ კომენტარს დაწერ და ეს კომენტარი რო დაწერო და თქვა კომენტარებში გაიჩითო, ხო გინდა რომ უყურო ჯერ რომ იცოდე რა არის და 5 წუთი არაფერია და უყურებ და იმასთან და ნელ-ნელა ადამიანები ინტერესდებიან და ის ვინც თქვა აფინანსებს ეს ფესტივალებს, ისინი ხედავენ რომ თქვა რომ გააკეთე ასეთი ფესტივალი, ბევრი ვიდეო გაკეთდება ასეთი, შემოვა და ადამიანები მოვლენ დაესწრებიან, ნახავენ, ამავდროულად სანამ ისინი დაესწრებიან, იმათ ორგანიზატორებს შეუძლიათ ვიღაცის რეკლამა გააკეთონ იქ. ერთად შემოსავალს გააკეთებენ და უკვე იმასთან და ნელ-ნელა ეს ხვდებიან ადამიანები, რომ აქვს ამას რაღაცა აზრი. და რა ვიცი, აბა ჯერჯერობით საქართველოში უკვე ნელ-ნელა მიდის, როგორც დასაწყისში ვთქვი, მიდის წინ და ლოკოკინოს ნაბიჯებით, მართლა ნაბიჯებით, მაგრამ მიდის და წინ მიდის და მალე ავიღებთ ოსკარსაც ავიღებთ მართლა. მოდი შენს მომავალ გეგმებზე მოვკრავი რამე კონკრეტული თუ გვაქვს ამ ფილმის დასრულების შემდეგ დაგეგმილი. როგორც ასეთი მომავალს არ გეგმავ ხოლმე. უფრო საინტერესო როდესაც არ გეგმავ და ის ხდება, რომ ზოგადად შეიძლება ახლა ჩაფიქრებული მაქვს ჩაფიქრებული რა იდეები მეც მაწუხებს ესე რომ თქვა მომავალში როდესაც უკვე შევძლებ მაშინ გადავიღო თქვა 15-იანი ფილმები, ეგ არის უკვე 5-10 წლის საქმე, იმიტომ რომ უკვე იმდენად დახვინებული ვიქნები, რომ მოვახერხებ და უკვე ხარისხიანიც გამომეს 15-იანი და ახლა მომავალში რასაც უყურებ, მხოლოდ ესეთები პატარა 5-წუთიანი, 10-წუთიანი ფილმები, რომლებიც მე იმას სავს მე გამომთლის, ასე ვთქვათ, ნორმალურად და მასწავლის საქმეს. და ესაა ჩემი მომავალი გეგმა, მეტი არაფერი, ზუსტად კონკრეტულად რას გადავიღებ, როგორ გადავიღებ, არ ვიცი, იმიტომ რომ იდეები ბევრია და უყურებ როგორ რას გადავიღებ, ესეც მინდა დამეთქვა მაყურებლისთვის. ერთმანეთ ჩემმა მეგობარმა მასწავლა ასეთი რა. მასწავლა თვითონაც წაიგიქნა სადღაც, მაგრამ მირჩია. ზოგადად ჩემებით იმიტომ ლაპარაკობ, რომ
მე თვითონაც ყველას შევახვითვალისწინებ, რითაც უკვე ვახერხებ, მართლა ღირს რჩევების მოსმენა ხოლმე და ასეთი რამე მასწავლა, რომ გინდა გადაიღო ფილმი, ხო, შეხედე რა გაქვს. შენ გაქვს სახლი, სადაც ცხოვრობ, მამაშინი მუშაობს, ან საწყვომში მუშაობს, მამაშინი, ან თქვა სად მუშაობს, მამაშინი თქვა მუშაობს სუპერმარკეტში. სუპერმარკეტში მუშაობს მამა, შენ სახლში ხარ, დედა სად მუშაობს უნივერსიტეტში. ან თქვა სკოლაში. შენ გაქვს სკოლა, სუპერმარკეტი, სახლი. შენ უკვე შეგვიძლია შექმნა ისტორია, რომელიც ამ სამს ერთმანეთთან დააკავშირებს. უკვე შექმნა ისტორია და უკვე გაქვს სამი გადასახები ადიგი. უკვე ახლა გაქვს სატუალეტები, ახის რა უქნა ეს რა უქნა ეს და უქნა და ამათია უკვე ჩემი გეგმაც ამაშია, რომ მომავალში შევხედავ რა მექნება და იმის მიხედვით გადავიდე. უკვე ჩაფიქრებული ვარ მაქსიმალურად აი და ხო, რატომ თქვი ეს შენობებია ძირითადად ხო სუპერმარკეტი, სახლი, სკოლა. რატომ ჯობია ყოველთვის მე მირჩენია რომ გადავიღო სახლში, ну გარეთაც ხო მიყვარს, მაგრამ როდესაც ფილმში დიალოგები გაქვს, უკვე დამატებით დაფინანსება საჭირო, რომ იქ ქარი იქნება რაღაცა, უკვე ცუდად გამოჩნდება ფილმში, ამიტომ ჯობია იმათთვის რა ქვია. პერსონაჟებისთვის, რომლებიც უფრო ლამაზად ასეთ დახურულ გარემოში გააკეთებ რა. კარგი არჩილ, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახო და მე გავიმეორებ შენს რჩევის მაყურებლის მიმართ და თავისთავად ჩავუერთდები ამ რჩევას. გამოიყენეთ არსებული რესურსები, ჩადეთ შრომა და გადაიღეთ ფილმები, თუნდაც ეს მარტო თქვენთვის არ ხდება, არ იქნება კარგი, როგორც საკუთარ რეალიზაციას მოახდენთ, ისევე საქართველოსაც წარადგება, საქართველო კიდევ ჩვენი სამშობლოა. მე ამის გამშვიდობების თქვენ წინაშე იყო სოფო შენგელია, არჩილ საბაიძე, ეს კი არც თაობა მომავალი წივის ეთერში.